ბრუნდებით მეგობრებო და ჩვენი სტუმარია გირჩის და პაუზა გავაკეთე წეღა რა და იმიტომ რომ გამახსენდა რომ ლიდერი და რაღაც ესე ციფრები არ გიყვართ თქვენ ხო და მე გამახსენდა თავმჯდომარე ხარ მე ხوار მეშლება თქო ხო და მოკლედ ჩემ თო გითხარი გირჩის პოლიტიკური მდივანი კი არა და რა ქვია თავმჯდომარე პარტიის თავმჯდომარე ფორმალურად თავმჯდომარე როგორ და არ თავმჯდომარეობ რატო რავი ეს ბიუროკრატიასთან ურთიერთობისთვის იყო საჭირო ვიღაც უნდა ყოფილიყო თავმჯდომარე და მე შემეტენა ხელი რომ მოაწერო რა მაგით ვარი მეტი არაფერი იქ რაღაცა პოლიტიკური საბჭოში შენი ბოლო სიტყვა არ გეთქმის არა მე და ვერ შემცვალა თავმჯდომარეობა ისეთი ხარ იაგო ხვიჩია მეგობრებო საინტერესო ეპოქაში სულ გვიწევდა ცხოვრება ეხა იმიტომ რომ მართლა საბჭოთა კავშირი დაინგრა ამხელა ქვეყანა და ამხელა გეოპოლიტიკური კატასტროფის შემდეგ ვაკვირდებით ამ ისტორიაში და არა მარტო ვაკვირდებით კი ცხოვრობთ ჩვენ თვითონ ჩვენ ტანზე და სულ საინტერესოა ხოლმე მაგრამ რაღაც მეჩვენება რომ ამ ბოლო დროს კიდევ უფრო საინტერესო გახდა და რა მადლობა ბატონ ბიზნეს ამისთვის მე მარტო დაგუბელი ვარ იმიტომ რომ ეგ კონცერტი რაც ბიზნესამ მოგვიწყო ბოლო წელს, რავი, ამაზე მე მგონი ვერ ვიოცნებებდით. Ვაფშე აზზე მოსვლის შანსი თუ გვაქვს ქართველებს, უკეთესი შანსი არასდროს არ გქონია. აი, ვაფშე ყველაფერი დაგვანახეს, არაფერს მნიშვნელობა არ აქვს. შესაბამისად, რავი, გინდა მოდი აზზე, თუ არ მოხვალ, ვაფშე აზზე მოსვლელი არ ხარ არასოდეს. მორჩ, ან ბოლო შანსი გვაქვს ეხლა რომ აზზე მოვიდეთ აქ არის? კი, და დიდი წვლილი ამაში იმძერი კაცი. ბიზნესი, ხო, იმიტომ რომ ისე წარმოიდგინე, რომ მე-7 წელი ხო არის? ბატონო 6 წელი ხო გვატყუა просто არ ვიცოდით აქ ხო მე მაგრა გვისრულებდა ამ ტყუილებს ხათაშორის ეს ბოლო რაც იყო ეხა ამას ხო მოფიქრება ხო უნდა ჯერ ამ პროპორციული ჩაგდების ამბავს რა რომ ეს მაჟორიტარები დაითანხმო იმაზე რომ ვითომ აგიჯანყდნენ ფსევდო აჯანყებით კონტროლის მაგარი დასამენეჯმენტებელია ხო ზოგი რო ხმას აძლევს წინასწარ შეთანხმებით ჩვენთან ზოგმა რო უნდა ჩააგდოს ესე რომ ერთმანეთს არასოდეს არ უნდა გადაეკვეთონ ერთმანეთზე რო უნდა გაბრაზდნენ ზოგი რო მართლა უნდა გაბრაზდეს ზოგი ისე კონჩი რო უნდა გაბრაზდეს ზოგი ისე უნდა გაბრაზდეს ზოგი მართლა უნდა გაბრაზდეს ვისთან რა თქვა ეხლა ჟურნალისტები მივარდებიან ხო იცი როგორ იბნევა ადამიანი და თან ნუ ესე დეპუტატები არიან მართლა განსაკუთრებული არაფერი ხალხი არ არის არა რო თქვა რომ დიდი გამოცდილების ბევრი მაჯორიტარი განსაკუთრებით მაჟორიტარები ხო მაჟორიტარებში ბევრია ნუ ქართულ ბანკის ბექგრაუნდით არის ხო ნახევარი პარლამენტი დაახლოებით რა და ეგ არ ამგონია რომ ყველაზე დიდებული გამოცდილება იყოს რაც შეიძლება მიიღო ამ ქვეყანაში რა ცხოვრებისეული გამოცდილების თვალსაზრისით და სწავლის თვალსაზრისით და ბევრ მრავალფეროვან სხვადასხვა საქმესთან პრობლემატური შეხების თვალსაზრისით ხო და დაიცვეს ეს რა ანუ დაჩიბერაიან ბოლომდე არა როგორ გინდა რომ ეგ მოიტყუო მე როცა არის 2 თვის წინადე ჩანაწერები დიმიტრი ხუნდაძე რომ დადის და ხალხს ხდება და მაგარია პროპორციულიო რო იძახ დაჩიბერაია იყო ჩემი აზრით ძალიან მაგარი მიგნება ზოგადად და ეს მოვლენა თვითონ დაჩიბერაიობა რომელიც თავის შინაარსით ნიშნავს რა იცით რომ მოდი ვითომ გადამაგდე და აი დაჩიბერაია გამიკეთე დაახლოებით ეგრე შევა ისტორიაში რომ დაჩიბერაია გამიკეთე ვითომ გადამაგდე ხო რომ ვითომ ეს არის ვითომ შენ გასასვლელი ვითომ გასულ ხარ ხოლმე ეგრე რომ ვითომ გასასვლელი ხარ ესე მასშტაბურად არა როგორც დაჩიბერაია გავიდა მასშტაბებს აქ მნიშვნელობა ხო ეს რაღაცა იყო თან ნუ ჯგუფურად შეთანხმებული ეს სინქრონულად ვითომ გაკვირვებული სახე ყობახიძის და თალაკვაძის ვითომ გაკვირვებული ეს რა დაგვემართა კაცო ეს რა გვიქენით და ჩუკოშვილს მართლა გაუკვირდა ნახე იმიტომ დღემდე გაკვირვებულია და თავიდან ცოტა ისე უყურებდი მეც რომ როგორ ეხა პირველად ხო არა და მაგრამ მე რო აკვირდები მართლა გაუკვირდა მან როგორი თემა ყვითი რომ ჩემი აზრით ვინც მხარი დაუჭირა ყველაზე გადაგდებული ლეგენდი არიან ანუ იმათ დაჟე არც კი შეუთანხმეს ანუ ახლა შეიძლება ყობახიძე მიცოდა მდინარაძე მან ვიღაცა მაგრამ ჩუგოშვილს და ვიღაცებს არც კი შეუთანხმეს რომ დაჩიბერაია აჯანყებას აწყობდა და მართლა მე მგონი მაგ დროს გაიგეს ჩემი და შენი არის ხოლმე როგორი უხერხულია ხო ბოლოს უკვე იმიტომ რომ მართლა წარმოუდგენელი იყო რა ეხა აი როგორ რანაირ კაცი გამოვიდა დაგვპირდა რა ამხელა მიტინგი იდგა დუღდა
ყველას გვახსოვს. ეგ ვის მე დაუწყდა მაგით ვუხდი მადლობას ბატონ ბიზნეს სხვათა შორის, რომ აი ეგეთი შოკი იყო საჭირო ერის აზრზე მოსაყვანად, იმიტომ რომ 30 წელია გვეძინა. მანამდეც გვეძინა კაცო, მაგრამ ეს რაღაცნაირი სხვანაირ ძილში გადავედით და კაცმა შეგვაჯანჯღარა. ხო, მე მგონი მივხვდით ახლა რომ ეს ქვეყანა ჩვენი არა რეალურად რა, ამ ქვეყნის მოსახლეობის. არა ერთი რომელიმე კონკრეტული გენიოსის ან მესიის ან არაგენიოსი მესიის ან უბრალოდ ხო შეიძლება ეგეთი ის იყოს, რომ სულ რო უმართლებს ეგეთი კაცი და ქვეყნის მეთაური გახდა, სულ უმართლებს რა. არა. ყოველ შემთხვევაში მოსახლეობა. კი, ყოველ შემთხვევაში მართლა ობიექტურად მე სრულიად სერიოზულად ვიძახი, რომ ძალიან კარგია ეს ერის გაჯანსაღებისთვის. ჩვენ ახლა აქედან გამოვედით ამ კრიზისიდან და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ კრიზისიდან საბოლოო ჯამში რაღაცნაირად გამოვალთ. ჩვენ ზუსტად გვეცოდინება რა არ მოსულა ამ ქვეყანაში. და აი რა სად გადის ზღვარი, რომ აი კაც 7 მილიარდი ქონდა, კაც აი ღმერთივით მოვიდა ანუ ავტოკრატი მოგვაშორა, კაროჩი მთელი ამბავი. წესერად რომ მოქცეულ იყოს სულ მთელი ცხოვრება იქნებოდა თუ ერთპიროვნული ძალაუფლების ქვეშ ალბათ არა, მაგრამ ფაქტორი იქნებოდა ყოველთვის და უცბად რაღაცა ისეთი იქნა, რომ ერთ წელიწადში დაამთავრა ტიპა პოლიტიკური მოღვაწეობა და ნიდაში მგონია რომ მართლა ამას გადაურჩებით და გვეცოდინება რომ აი რაღაცა გავაკეთეთ ისეთი ჩვენ შვილებთან გვექნება სათქმელი, აი ეს არ შევარჩინეთ, მილიარდებს იხდიდა, მაგრამ არ შევარჩინეთ. აი გვექნება სათქმელი. ნუ ეხა მილიარდი და მილიარდიდან ის რო იხდიდა, რამდენი მხდებოდა ეხა, რამდენიმე კილო კარტოფილი რო გამოდიოდა, ეგ აღარ უთხრათ. არა, სხვანაირად ვიტყვი, მაგალითად, ანუ მილიონი ხმის საყიდლად თითო ხმაში რო 1000 ლარი გადაეხადა, 1 მილიარდი ლარია. ნუ რავი, ახლა მისი ქონების 6%-ია. აი ამის მიუხედავად რო წააგო არჩევნები, კაი მოსაყოლი იქნება. ხო. იცი მანდ რა არის ზედაზღვარი ჩემი აზრით? რამდენი ამოდის წელიწადში და მე ქვეყნიდან მაგას ითვლი რა. აი მილიარდი თუ ჩადე, მე მგონი საქართველოს მილიარდი ვერ ამოდის, აზრი არა. მაგდენი არ ვღივართ რა. თან თემა როგორაა იცი რომ პრეტენზია რა არსებობს, რომ კაცმა გადაგვაგდო. ეს ხო არსებობს პრეტენზია და შენ რა ფულიც არ უნდა იხადო. ყველა მიცის რომ რავი, ფული აიღე კაცო, მაგრამ გადაგდების პრობლემა ნუ გაქვს. არც კაც არ აქვს პრობლემა, ვისაც გეთამაშება, გადაგდება იმ კაცისთვისაც მოსულა და შენ გადაგდება ფული აიღე. ხო რა თქმა უნდა. გადაგდება ორმხრივი. გადაგდება ორმხრივია, სხვანაირად რანაირად უნდა მოიქცე. ანუ გადაგაგდეს, ახლა ფულს გიხდიან იმის იმედად რომ შენ არ გადააგდებ და რავი, სიგიჟე მგონია. კი, სიგიჟეა ცალსა ზოგადად ეს ტყუილი ღია ტყუილის თქმა და მე აი მასზე რამის დაშენება და საერთოდ სერიოზული პოლიტიკის ვერ წარმომიდგენია როგორ ხდება რა აი პოლიტიკურ სიმხეშიც კი არ არის ადამიანი 4 წლის რო ვიყავი მაშინაც ამაზე ვიყავი ეხა პოლიტიკაში ვერ ყავი და პოლიტიკაში ყული არ მოსულას კი არ ვარ არ არის რა 8 წლის ბავშვებსაც არ მოსწონთ 8 წლის ადამიანი რომელიც ატყუე სამყაროში ამდენი პოლიტიკოსი არსებობს რომელიმე პოლიტიკოსი ამ ნოუ-ჰაუს ხომ იაგნებდა ეს რომ კარგი იყოს რომ საჯაროდ თქვა ხალხი გადააგდო და ამან იმუშაოს პოზიტიურად შენ ხარ უმუშავია ეს პრეზიდენტი არ გქონია არა ხო ნუ რაღაც პოპულიზმის და დემაგოგიის გამარჯვების ეცინას არჩევნებზე გაიარეს ხოცებმა კაიხნით ადრე 2012-დან დაგაბულ ყველა არჩევნებზე ეგ დანარჩენი პოპულისტური ტყუილების ლეველი გაიარეს ეს იყო მთავარი სიმბოლო დაპყრობილია რა ხდება გირჩის ამბები მოგვიყევი ჯერ მოდი როგორც გირჩის წარმომადგენელმა ნაძვის ხეზე ექსპერტული მოსაზრება გითხარი იცი როგორ არის მე სხვათა შორის დაარჩენი ხალხისგან განსხვავებით ვერაფერი განსაკუთრებული არ აი იმ ნაწილშია ნაძვის ხე რო ფეხზე კიდიათ მაგ ხალხში გავდივარ და მე ეგრე ვარ მე გირჩი ვარ შესაბამისად აქ დიდად აღსაშფოთებელი ვერაფერი ვერ ნახე მაგრამ იცი რამ დამანახა განსხვავება აი ისინი რო არის სურათები ხო იცი რაღაცა your crush რო იწყება რაღაცა her father her რაღაცა რო იწყება და ბოლოს euro წერია და სოფლიოს სხვადასხვა ნაძვისხები რო იყო და ბოლოს ეს ჩვენი რაღაცა ნაძვისხე რო იყო euro ეწერა მაგ დროს დავფიქრდი რომ ეს ხალხი მართალი იყო ხო შესაძლოა ესე შეიძლება ითქვას რომ ეს ნაძვისხე ძალიან არ ბრჭყვიალებს რა ჩვენი რაღაცნაირია ხო სულ ორი ფერი მოდის ოქროსფერი და ვერცხლისფერი და მწვანე და მეტი არაფერი არ არის სადა არის რა და მაგრამ მეორე კაი თვალით თუ შეხედავ შეგიძლია თქვა რომ აი ჩვენი სვეტი ცხოველივით სადა ნაძვისხე გვაქვს. ბევრი კომპლიმენტის თქმა შეიძლება. ხო, კარგი თვალით თუ შეხედავ, რა მე ცოტა ის მაღალი და გამხდარი რო არის მე ჩემი კომპლექსები მაქვს მომეწონა. მაგრამ ამას ხმა მაღლა სად ვიტყოდი ამ გადაცემის გარდა. აქ ხუმრობაში ჩამეთვლია. ხო და
ხო, ამაზე გასაგებია. გირჩი რა ხდება შიგნით? რისთვის ემზადებით? რა ტიპის არჩევნებისთვის ან არა არჩევნებისთვის ან წინა საარჩევნო პერიოდისთვის ან საერთოდ რა? აი, ვაფშე არაფერი არ ვიცით გირჩი რა მოხდება და იმ ხალხის ხშურს, რომელიც ახლა ფიქრობს, რომ რამე შეიძლება მან დააპროგნოზიროს. ქვეყანაში გვაქვს აი სრული დომხალი, სადაც კაციშვილმა არ იცის მართლა რა შეიძლება მოხდეს და ჩვენ შესაბამისად ვემზადებით რა ყველაფრისთვის ვემზადები. აი, რო აქედან გავიდე და დამიჭირონ რაღაცა მიმისვან რომელიმე პოლიტპატიმარს გვერდზე არც მაგას არ გამოურიცხავ, არც იმას არ გამოურიცხავ, რომ რავი, ახალ წელს იმის დასვლად ხალხი ქუჩაში გამოვიდეს და თქვას, რომ ბედობას ამ თავრობასთან ერთად შეხვედრა არ შეიძლება რამე მოვიფიქროთ. ეგეთი მოკალე ის ხო? 31-დან 2-მდე რო აძლევ იმას დროს. და იმასაც უშვებ, რომ სასწაულიც შეიძლება მოხდეს და არჩევნებამდეც კი მივიდეს. კი 2020-მდე და მაჟორიტარული თან შერეული. ეგეთ შეიძლება მოხდეს, რომ რავი, არც არაფერი არ არის გამორიცხული. არაფერი არ არის გამორიცხული, ხო, მაგრამ პრინციპში ხო, თავარი მან დაბავი ის არის, რომ ჩემი აზრით ცოტა რა არის, იცი რა იგზნობა ახლა შენს პასუხშიც, რომ გირჩიც არის ეს რწმენა, რომ გავერკვევით რა. არა, მოსახლეობაში არის ცოტა ეს, რომ გავერკვევით რა, რაც იქნება იმის მიხედვით ვიმოქმედოთ. კი, მე მგონი ეგ არის ერთადერთი სწორი გზაც, იმიტომ რომ ლოგიკის ძებნა ახლა ამ წუთას, მაშინ როდესაც ლოგიკას საერთოდ არაფერი არ ექვემდებარება და მოწინააღმდეგე სრულიად არალოგიკური, ანუ რავი, აი ისეთ ჯგუფებს იმტერებს, რომელთა წესით არაფერი გადასამტერებელი არ უნდა ქონდეს. აი, აჩემებული მაქვს, მაგრამ ძალიან ნონსენსი ეს მაგალითი. სიგარეტის მწეველი რო ხარ კაცი ამ ქვეყანაში და ორ ლარად რო ეწევოდი სიგარეტს. ახლა უცბად შენივე ჯანმრთელობაზე ზრუნვის მოტივით იგივეს რო 6 ლარად აკეთებ. და ანუ არავის ტერი ხო არ იყავი კაცო, ყველანაირი ჯგუფში შედიოდი, ზოგი ქალცი იყავი, ზოგი ნაცი, ზოგი რაღაცა. პროსტა სიგარეტს ეწევოდი და უბრალოდ ჩათვალა თავრობამ რომ შენ არჩევნებზე უფრო გაგიხარდება რომ გაგიძვირონ სიგარეტი. და ეს სისრულეში მოიყვანეს და 2 ლარიან სიგარეტს 6 საათ რო ყიდულობ ახლა. აი ასეთი ტიპის გადამტერებული ჯგუფები რო ყავს უამრავი. ტაქსისტებიდან დაწყებული, რა ვიცი, დამთავრებული ექიმები. ტაქსისტებთან რამე მიხვდი რა უნდათ. უბრალოდ თეთრი ფერი ევასება? კი, მილანშია თეთრი ფერი. ხო, მაგრამ ეს გავარკვიე ერთადერთი. ეგ მეც ვიცი, ხო, რომ ეგრეა, მაგრამ სულ ეგ არის, მაინც იგიჟია რა. არა, თავიდან ვფიქრობდი, რომ თავი დიდი ხანი ვფიქრობდი სხვათა შორის, რომ რაღაცა ფარული ჩანაფიქრი ხო არ არის ასეთ რაღაცეებში. აი, რაღაც არ მჯეროდა, რომ ესეთი ბანალურ სისულელესთან შეიძლება კონდეს ადგილი, რომ პროსტა ინტერებდა სიგარეტის წეველებს, ტაქსიმძღოლებს, ექიმებს, მშენებლებს, იმიტომ რომ ნებართვებზე კარგი საგიჟეთი მოაწყვეს. ამ რაღაცებს ინტერებდა, მაგრამ ამ გადაგდების მერე მივხვდი, რომ ყველაფერი კანონზომიერია. ხო, იტყუები არაფერი ჩანაფიქრი არ არის. ეს ნახე, ეს კალათბურთის დარბაზში რო გადავაგდეთ, ევროპის ჩემპიონატი მოხდეს. ხო, ევროპის ჩემპიონატი ჩავატარეთ იმ პირობით, რომ ავაშენებდით დარბაზს და გადავაგდეთ, არ ვაშენებთ რა და ეხლა ნახოთ ისეთი რა. არაფერი აღარ არის გასაკვირი, რა წითხვი და ყოველდღე ყველა გადააგდე. არავის არაფერი გაუკვირდება. ხო და სახელმწიფო მაინც ხო ნახე მუშაობს რაღაცა ხდება ხალხის სამსახურებში დადის. ანუ თავარი ქვეყანა ვიყოთ არის რა, თორემ მთავრობას თავისი როლი აქვს, რომ ხელი არ შეგვიშალოს. მივედით ამ დასკვნამდე. თუ ჯერ კიდევ დიდია მოლოდინი, რომ ეხლა კიდევ ვიღაცა ისეთი უნდა მოვიდეს ჯერ ამ სიტყვას. ვიღაცა უნდა ისეთი მოვიდეს, რომელიც მოგხედავს. ეს მოლოდინი კიდე არის დიდი. მე ახლა ის მოლოდინიც მაქვს არის, აი ხალხი რო სამსახურებში დადის ბიუროკრატია რო ფუნქციონირებს, არის რომ თავი არის გათიშული, ანუ პოლიტიკური კონტროლი თავი გათიშულია და ეს ხელები და ფეხები რაღაცებს იქნევენ თავისთვის. და უბრალოდ, ანუ სისტემის ჟანრის კანონი რო წარმოვიდგინოთ, აი რა ხდება მას მერე, როდესაც სისტემას თავი არა აქვს, ანუ თავს არანაირი ნდობა არ გაჩნია, ანუ ხალხი გადაყარა და სისტემაშიც არის ხალხი და სისტემის გარეთაც არის ეს გადაყრილი ხალხი. შესაბამისად, სისტემა თავისით რაღაცას მოქმედებს ყოველგვარი პოლიტიკური კონტროლის გარეშე ასე იქნევს ხელი შეხებია სადღაც ეგ არის ავტომატურად გამოიწვევს კოლაფსს, ანუ სისტემის კოლაფსს გამოიწვევს და ცოტა ხანში ხალხიც გაიასნებს, რომ სამსახურში სიარულს მომენტ რა ვიცი, დიდი მაინც და მაინც დიდი აზრი არ აქვს. და რაღაცნაირად ველოდები, რომ სისტემა გადაიტვირთება და მაგ დროს უნდა ვიდროვოთ, რომ ეს საბჭოთა კომუნისტური სისტემა რომელიც გვაქვს, რაღაცნაირად დავშალოთ, თორე ეს თუ გადაიტვირთა, რავი, ახლა კერპები კი არ გვინდა, მაგრამ სისტემას უნდა კერპები ის ემზადება იმისთვის, რომ გაზარდოს, დიდად გაზარდოს ღმერთზე კაცი კაბინეტში და მერე დედა უთხროს. ყველა კაბინეტში ის ლუსმანი არის მიჭედებული, სადაც სულიან მერე ლიდერის სურათებს რა და მე მგონი ეგ ლუსმანი უნდა ამოვაძროთ. ახლა რა მაგარი მეტაფორა მოიწვია. საბჭოთა ლურსმნები უნდა ამოვაძროთ კაბინეტებიდან რა და კიდე არის. ჩვენებიდან კიდე. მე პოსტსაბჭოთა ლურსმნებიც არის ამოსაძრობი იქ უკან კუთხეებში. იქამდეც მივალთ. ოპოზიციურ ერთობაზეც მინდა კითხო,
კიდევ მიმდინარეობს თუ არა ეს შეხვედრები? კი, მე მგონი კი, მე აღარ დავდივარ ბოლო პერიოდში ჩამოვრჩი იმის ცოტა მოვლენებს, მაგრამ ზოგადად ბატონმა ბიძინევაშვილმა მოახერხა ის, რომ ხალხი რო გამარჯვებას არ ეუბნებოდა ერთმანეთს, ახლა რავი ეხუტებიან. კი, კაცო, ერთმანეთად დაფრინავენ და შესაძლოა. კი, ხო, ახლა იქ თავის პრობლემები აქვს, ახლა მაგაზე თუ სერიოზულად ვილაპარაკებთ, მაგრამ თვითონ ეს ამბავი რომ ეგეთი ტრიუქს რო გააკეთებ, რომ ხალხი შენი მოწინააღმდეგეები რომ ერთმანეთს ვერ იტანს და მეორე დღეს რომ რავი, აი, შეიძლება ერთმანეთი არ შეუყვარდათ, მაგრამ მამენტ რო ხვდებიან, რომ ინტერესი გაუჩნდათ რა. მამენტ რო ხვდებიან, რომ ერთმანეთის იქით გზა არ აქვს. ახლა მომწონს თუ არ მომწონს ეს პოლიტიკური სპექტრი, ეს ხალხია, ვინც პოლიტიკაში ყოფნა ერთში ამ ქვეყანაში. სხვას არ აურჩევია. ამიტომ იქ მეორე მხრიდან რო ვიცი, რომ არანაირი კონტროლი არ არსებობს, ახლა კაცმა თავისი საჯარო სიტყვა გატეხა, რავი, აი, ხვალ რას იზამს, რანაირად შეიძლება დააპროგნოზირო. ამიტომ კიდე არ კიდე ამ ხალხს გვიწევს ერთმანეთთან საუბარი. ჩვენი სასაუბრო გვაქვს და მაგ სასაუბრო დავდივართ ყველგან და მაღაზე ვეპატიჟებით. ვიღაცას თავისი, რა ვიცი, მიშას თავისი, ვიღაცას თავისი და რაღაცა საბოლოო ჯამში გამოვა და რაც გამოვა ჩემი აზრით, ნებისმიერ შემთხვევაში უარესი იქნება ქართული ოცნებისთვის, ვიდრე პროპორციული არჩევნები იყო. აქ გარანტირებული სიმშვიდე ჰქონდათ, გარანტირებული 25-30%-ით და პროპორციულ არჩევნებზე 25%-ის მეთაურს რავი, ვინ რას გაუბედავს ზოგადად, აი, რა სამყაროში ხდება ეგ რომ უსმენად გითხრა მეგონა რომ ის ამ შესაძლებლობას დაინახავდა და მეგონა დაინახა და მაგიტო თქვა კაცო. ანუ აი თურმე შემთხვევით გაურტყია, ესე გამოვიდა, იმიტომ რომ გააზრების გარეშე. ან წინასწარ იცოდა ეს დაჩიბერე ეს გეგმა ეგრევე ქონდა რა. არა, ეგ რავი, დაჩიბერე თვითონ ეს პროექტი ვინც ურჩია, რავი, მე რო 7 მილიარდის პატრონი კაცი ვიყო და მასეთი მრჩეველი ვინც ეგ მირჩია, რომ აი ქენიო დაჩიბერაია ქენიო რა. ეგ ვინც მირჩია, რავი, მაგას რამეს უზამდი. აქ ვერ უზამდი. რამეს უზამდი 100%-იანი. ვინ არის, ვინც ეგ ურჩია? კალაძეზე ამბობენ სხვათა შორის, რომ აქტიურობდაო ძალიანო ამ მაჟორიტარების შეანჩუნებაზე, იმიტომ რომ პირდაპირ მისი ინტერესი არის, რომ მისი გავლენა ეხა თბილისი დიდი სამაჟორიტარო არის რა და დამხევია მაშინ. თავისი მაჟორიტარი. ხო გაიგებს ის კაცი ოდესმე რა. პლუს ეს ნაძვის ხე? ეს ტორტზე მარწყვი. ხო, ეს ბოლო ის არის, ბოლო. არ ვიცი, არ ვიცი, მაგაზე სულ საუბრო არ გონია, სხვები უფრო გონია ეჭვიტანილი ამაში. მაგამ ბავში, ხო, სხვება გადაარწმუნეს. კი, კალაძე მაინც, რავი, ფეხბურთელი იყო, საქართველოს ნაკრების კაპიტანი იყო და მეტი ჭკუა იკითხებოდა მოედანზე. ხო, ეგ მეც მახსოვს, კაცო, კალაძესთან მეც ისე ვარ, რა ქვიაო, საკმაოდ ვალმოხტილი როგორც გულშემატკივარი. იმ ორი ავტოგოლიდან პირველი რო გაიტანა ჩვენ კარში, ხო გახსოვს? იქ რო ტრიბუნებიდან გამხნევება დაუწყეს, კალაძე, ეგ მე და საღინაძე ვიყავით, ჩვენ წამოვიწყეთ რა. ჩვენ როცა უჭირდა გვერდში დაუდექით. ეგრე არ არის. მეორე ავტოგოლიც გაიტანა მე და იქ ხა ვეღარ იქ პონტი აღარ იყო. თქვენი ცადეთ. ჩვენი ცადეთ, მაგრამ არა ახლო მჯდომებს უხსნიდით, რომ კი პიერის არსებობს ერთი ფეხბურთელი იმას 3 გაიტანა საერთოდ თავის კარში. ხდება ხოლმე. ანუ ის რომ ბოროტი განზრახვა არ იყო, ამას ვცდილობთ რომ ხმა მიგვეწვინა ადამიანები. ასე რომ ის არის კალაძის მიმართ როგორც ფეხბურთელის მიმართ, არც როგორც პოლიტიკოსის მიმართ ბოროტი განზრახვით და განწყობით არ ყოფილა. თუმცა ეს თუ მაგის რჩევა, მე მგონი მაინც უნდა დაამთავროს. მაგრამ ეს თუ მაგის რჩევა, ეხლა ბრაზდები მე. კი, გასაბრაზებელია დამდილოთ. ხო, იმიტომ რომ მართლა ისეთი რამე არის რა. რაღაცა, აი როგორი პირობები რაღაცაზე ხოლმე თაფხდებოდეთ რა, მარტივზე დაუშვათ, შეიძლება ვერ თაფხდებოდეთ ეკონომიკურ გეგმაზე რა და თქვენ კონდეთ თქვენი ის რაღაცა კრიპტოვალუტების გეგმა, ვიცი? რაღაც ვარშავის ის ხო აქ კიდე მიშას აქეთ არის სტრატეგია აღმაშენებელი აქ პატარა ვაშაძეს ლელოს დადო თავისი გეგმა და აი აქ რო კამათები მიდიოდეს გასაგებია, მაგრამ ეხა რავი პროპორციულად არჩევნები. ტყუილი რო არ უნდა ვთქვა ერთმანეთს რო არ უნდა გადავაგდოთ მაგაზე, კამათიც არ უნდა, რაღაცა უნდა იყოს რა, რასაც დავიცავთ ყველა თორე, აბა რა აზრია? კი, ყველაზე ძვირფასი პოლიტიკაში რაც შეიძლება პოლიტიკოს ქონდეს, მე ვფიქრობ, რომ ეს არის სიტყვა, ანუ ნდობა პოლიტიკაში თუ ნდობა არა გაქვს, მაშინ რა ვირის პოლიტიკოს. მაგაზია რა, მთელი ეს. ხო და რავი, მერჩევის მომენტშიც მივხვდებოდი, რომ რაღაცა ისე არ იყო, მაგრამ როცა მიხვდება ის კაცი, მე მრჩევლებს საერთოდ არ ვიცი. ხო და თავისი ჭკუაც ხო აქვს ისე მართლა რაღაცა მრჩევლებზე გადაგვაქვს თითქოს ზედმეტი აქცენტი რა და მრჩეველი ესეთი როგორიც ხარ საბოლოო ჯამში ისეთ მრჩევლებს შემოიკრებ ხოლმე საბოლოო ჯამში რა. ეგრე არ არის. ვაправებთ რაღაცნაირად მაინც. არ გვემეტება მაინც. არ გვემეტება ბიძინა ხო? ესე გამოდის. ვა, ძალიან ბევრი ხალხი რჩება უმუშევარი ამ ქვეყნიდან რომ გაიქცეს მართლა რა, ეხლა წარმოიდგინეთ ბურჯები, ელიტა ბურჯები. გაქცევა აღარ ქვია უკვე, წადითო იმ კაცმა გითხრა გაგაცილებთ. თქვენ თვითონ წადით. გაგაცილებთ, ბილეთს აგიღებთ. ჩვენ ცეგრა მოვცეთ როგორ. ეგ არის გაცილება თანხლებით თავრობის. ოკეი, ესე შვიდად. სულაშორის გადაგდების მერე ნომერ მეორე ეგ არის. რომ
ქვეყნის პირველი პირი ხალხი იღურებს იმედით, აბა რა სიტყვის, როგორ იქნება 2020 და 2020 დაახვიეთ ქვეყნიდანო. თუ კიდე ბილეთებს აგიღებთო, აი იყო დაპირება. ხო, ეგ იყო მართლა. საშინელი არჩევანი იყო. მაგიტო ვიძახი ყველაფერი ძალიან კარგი. ანუ ჩვენ თუ მართლა მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან გვეძინა თურმე, რომ ამას კაცი აკეთებს, კიდე არის. ჩვეულებრივად აგრძელებს მართლობას, მაგრამ თუ რამე კარგი საქმე შეიძლება ჩაიწეროს ბიძინა ივანიშვილმა ვიზა ლიბერალიზაციასთან ერთად, არის ხალხის გამოღვიძება. მე ამას დავუფასებ. და საკუთარი თავის დაფასება. კი, სხვა შორის სად გეთანხმები, იცი და გეთანხმებოდი ყოველთვის ბიძინა ივანიშვილმა ერთი გვერდითი ეფექტი კარგი რა იყო, რომ აი აბსოლუტურად გაუგებარი მიზეზებით ესე მინისტრების დანიშვნა მოხდით, გადაყენებით, გამოყენებით პრემიერ-მინისტრი რაღაცები, თვითონ ამ თანამდებობის პირების ეს მითები დაინგრა რა. სისტემას ზოგადად ყველაზე მეტი ზიანი მიაყენა. კი, და ჩვეულებრივი ადამიანი რომ შეიძლება იყოს ფინანსთა მინისტრი, პრემიერ-მინისტრი, დავინახეთ რა რეალურად ბახტაძე თუ არის პრემიერ-მინისტრი, მაგის დედავატირე. მე რა დავაშავე ფიქრობს რა ყველა ადამიანი რა. ხო, მე შემიძლია და ამ თვალსაზრისით ბიძინამ მართლა რწმენა მოგვცა რა მოსახლეობას ყველას რომ გვაშვენა რომ არა ძმაო სასწაული კი არა ჩვეულებრივი ხალხი შეიძლება რომ ეს ქვეყანა ნუ 7%-ით ვერა თუ 6-ით როგორც მანამდე მაგრამ ნუ საშუალო 20%-ით გაიზრდება რა ეკონომიკა ვინ იქნება კლიანობაში კიდე უკეთესია ხო საერთოდ რო არ ყავდეს მაგრამ მივალთ ალბათ ჩემი აზრით 1-50 წელიწადში ვაქამდე ნუ ყოველ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილი რაღაცა ისეთია ანარქო-კაპიტალისტური თვალსაზრისით მის დაუნებურად რეფორმებს ატარებს. მოკითხვა გადავცეთ მაშინ გიორგი ლომინაძეს რა კი ანარქო-კაპიტალიზმი ვახსენეთ ეს ძალიან ვიწრო წრისთვის იყო ხო. ქვეყნის ერთადერთ ანარქო-კაპიტალისტს დიდი მადლობა იაგო სტუმრობისთვის და წარმატებებს გისურვებთ ყველა კაი საქმეში ამ ქვეყნისა და ჩვენი საერთო ინტერესებიდან გამომდინარე. წარმატებებით. მადლობა და წარმატებები. გადაცემას კი დავასრულებთ რუბრიკით ამბავი რუსეთიდან. მოსკოვში რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი დააკავეს. ამ ამბავში ყველაზე ცუდი რა არის, იცით? რუსეთში უკვე თავისუფლად შეიძლება ვიღაცამ გააკრიტიკოს მთავრობა, რომ საქართველოს ვემსგავსებით. შევხვდებით ორშაბათს 23 საათზე ფორმულაზე. მადლობა ყურადღებისთვის, მომავალ შეხვედრაზე.